თქვენიც. მიგესალმურთ მუჭორეთ. მეგრულად რატომ მიესალმე? ისეთები უნდა ვილაპარაკო რო არ გაბრაზდეს, გული მოურბე რა. სოფობედიას და სოფობედიას ხმას მიესალმება ონისე მაჭავარიანი და ონისე მაჭავარიანი ძმაკაცი. მესამე არაა მოსული. ვინაა მესამე? სოფობედიას ქმრის ჩოლი ძმა. მიშა მესხი არ სვავს, არ ეწევა, დიეტაზეა და ჯას უსმენს. კიდე 1000 ტყუილის თქმა შემილია. კაია. ფაქტია რომ ხალხს სოფობედია ძალიან უყვარს. მის გამო მიშა მესხიც კი შეიყვარეს. მიშა მესხი რო იცნოთ, პირადობაში სოფობედიასთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს ჩაგრული. ერთხელ მიშა მესხმა ანკეტა შეავსო და სამუშაო გამოცდილებაში სოფობედიას ქმარი მიუთითა. მიშა მესხს და სოფობედიას ერთი საპენსიო დანაზოგი აქვს. სოფობედიამ ფილერი გაიკეთა. მე რა თქვა მიშა მესხმა? ჯერ არ ვიცი, ახლა გეიგო. მიშა მესხს სოფობედიას სიმღერები არ მოწონს. მართლა იძახი? რა ვიცი, მე ვთქვი და იმათ დროს სახში მიშამ თავი. ნიშნულოვან გადაწყვეტილებს ოჯახში მიშა იღებს. და მერე სოფოსგან იღებს დასტურს. სოფო და მიშა გაცნობის დღიდან ერთად არიან. თუ არ ჩავთვლით იმ დღეს, როცა მიშა მეგობრებთან დათვრა და სახში ვეღარ მივიდა. მიშა მესხი უკვე 12 წელია რაც სოფობედიას ქმარია. ნეტა მანამდე რა პროფესიის იყო? სოფობედიას მომავალი ქმარი. ქორწისი სოფობედიას ნასრული თაიგური მიშა მესხმა დაიჭირა. მაიც ოჯახი ხრამიაო. მიშა ამბობს ცეკვა ძალიან მიყვარსო. მართალი კაცი, იმას ხوار ამბობს გამომდიშო. ისე ქორწილს ვიხსენებდი, როდის იყო მეთქი ეგ ამბავი. ერთხელ მიშა მესხმა თავისი ცეკვით შემთხვევით დემონი გამოიჭახა. სოფობედია ცდილობს საცეკვაო სიმღერები ნაკლებად იმღეროს, რომ მიშა მარიცეკოს. სოფობედია მიშა მესხს ეუბნება, ჩემი ანტონიო ბანდერასი ხარო. მერე მიშას მოწონს. მიშას კი მოწონს, მაგრამ ანტონიო ბანდერასია წინააღმდეგი. რა კაია. მიშა მესხი ბავშვობაში ფეხბურთში შევიდა. მერე რატო დაანება თავი? არ დაუნებია, ახლაც დადის. მიშა მესხს დიდი ფეხბურთი არასოდეს უთამაშია, მაგრამ მაინც ვეტერან ფეხბურთელს გავს. რას დავაკვირდი იცი? შენ უფრო მწარე ხუმრობები გაქვს ვიდრე მე. ეს იმიტომ რომ სტუმას თუ რამე არ მოეწონება, მე უფრო მარე გავასწრებ ვიდრე შენ. სოფო, თუ რამე გეწყინა, მიშას უთხარი, მიშა ზურას ეტყვის. ზურა შეგეკითხება, მართლა გეწყინაო, შენ ეტყვი კი მეწყინაო, ზურა მიშას ეტყვის. ბოდიში რო არ დაგიჭერო, მიშა არ ცხენია რა ის ბოდიშიო, მე ეტყვის წამო დავლიოთო და ამასობაში ჩვენც დიდუბეში ვიქნებით. ბრავო! დიდი მადლობა, უგაზდა ონისეს. ბრავო! არ იყო მგონი ურიგო?